ჩვენ შეიძლება არასოდეს არ შეგვშინებია სერიოზულად სწორედ აი ამ კუთხით, რომ ისი შეიძლება დაიღუპო. ისი შეიძლება მარადისობაში აი ეს დაგემართოს. და ისე შეიძლება შენ დაგემართოს ეს. არასოდეს სერიოზულად არ შეგვშინებია. ამას თავის მიზეზებია კიდე, ჯოჯოხეთის განცდა, რომელიც ჩვენში არის, უღმერთობა ის ბოლომდე შეიძლება არ განგვიცდია, თეორიულად კი არა, ლოგიკურად კი არა, მიხვედრილობით კი არა, რეალური განცდით. ხო და როცა ადამიანი აი ეს მდგომარეობა აქვს და შეეშინდება და დასაბამი კიდევ ვიმეორებს სიბზნის არის შიში ღვთისა, რომელიც მერე უნდა გადაიზარდოს აუცილებლად ღვთისადმი სიყვარულში, აი ეს შიში, რომელიც გაიძულებს, რომ არ მოვეშვათ, არ მოვდუნდეთ, გულარხენობას არ მივეცეთ, ყოველი დღე იყოს ძალიან ძვირფასი. მეცას გეტყვით, ყოველი დღე კი არა, ყოველი წუთი და წამი ძალიან ძვირფასი უნდა იყოს. აი ამ კუთხით გამოსაყენებელი დასაკარგავი დრო არ აქვს. სულ მუდამ ფორმაში ხარ, მუდამ ქმედებაში ხარ, ღვთის შემოქმედებით ძიებაში ხარ, სულ გოლანთებული ხარ, სულ გულმხურვალე ხარ, სულ იმედით ახსავსე ხარ, სულ ცოცხალი ხარ. სულ ცოცხალი ხარ. არასოდეს არ ხარ მოდუნებული, მოშვებული, აი მე აღარ შემილია და რაღაც გამორიცხულია. ქრისტიანი არის ცეცხლივით. ესეთი ადამიანი გარშემო მყოფთათვისაც საოცარი სტიმულია. ასეთ ადამიანს ღმერთი მუდმივად ანიჭებს სიხარულს, იმედთან შეზავებულს. ოღონ ესეთი ადამიანი ცალკე რო რჩება ღმერთთან, გლოვარებს, იმიტომ რომ ხედავს, რომ ეს ყველაფერი რაც არის ღვთისგან არის და თავისი არაფერი არ არის ამაში და თვითონ კიდე გულს ვერ უხსნის ღმერთს და გძრობს, რომ დრო გადის და გლოვარებს. ეს შინია, ღმერთი არ დაკარგოს.